Იკრიბნენ მის გარშემო ფარისევლები და ზოგიერთი მწიგნობარი, რომლები იერუსალიმიდან მოვიდნენ. და დაინახეს ზოგიერთნი მისი მოწაფეთაგანი, რომ უწმინდური, ანუ დაუბანელი ხელებით ჭამდნენ პურს. რადგან ფარისევლები და ყველა იუდეველი წინაპართა გადმოცემის მიხედვით ხელებს არ იბანენ წესიერად, როცა ჭამენ. და ბაზრიდან რომ მოვლენ არ ჭამენ, სანამ არ დაიბანენ და ბევრი რამ აქვთ, რასაც იცავენ ჭურჭლის, თასების, სპილენძისა და დასაწოლიების დაბანა. მერე ჰკითხეს მას ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, რატომ არ დადიან შენი მოწაფეები წინაპართა გადმოცემისამებრ, არამედ უწმინდური ხელებით ჭამენ პურს? ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ, კარგია ისაიას წინასწარმეტყველება თქვენზე. თვალთ მაგცებო, როგორც დაწერილია, ეს ხალხი ბაგით მშვენივრად მცემს პატივს, მაგრამ მათი გული შორს არის ჩემგან. ამაოდ მცემენ პატივს, ადამიანთა ბრძანებებს ასწავლიან და კანონებად წარმოსადგენენ. რადგან ხმის მცნებას მიტოვებული გაქვთ და კაცთა გადმოცემას ინარჩუნებთ, კასრების, თასებისა და სხვა მსგავსის დაბანა. და უთხრა მათ, კარგია რომ ღვთის მცნებას უგულებელყოფთ, რათა დაიცვათ თქვენი გადმოცემა. რადგან მოსემ თქვა, პატივი ეცი მამა შენს და დედა შენს. და ვინც შეურაცხყოფს მამას ან დედას, სიკვდილი